მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, აქ საოცარი მზე არის. მაგრამ მინდა რომ აქ დავუჩნდეთ 1-2 წუთი მე და თქვენ. ესე იგი, ჩემო კარგებო და ტკბილებო, დღეს დილას გამეღვიძა 6 საათს. როგორც მოგიხსენებათ, დღეს ვიწყებთ ჩემს პირველ წონაში კლების მარათონს ამ ფორმატში 21 დღიანს და ესე იგი გამეღვიძა, ჩვენ ხო ერთი სული მქონდა, გულში მთელი საღამო ქოგოებს ვეკონტაქტებოდი ყველას, მხოლოდ ერთმა არ მიპასუხა, ალბათ რაიმე მიზეზი ექნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი გოგოა, პირველი იყო, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც მოვიდა და ძალიან ისეთია, კომუნიკაბელური და просто რაღაცა მიზეზი იყო, რის გამოც გუშინ ალბათ არ გამომეხმაურა. დანარჩენი ყველას ვესაუბრე, ყველას დაუთვალე კალორაჟი გუშინ. ეხლა დღეს დილას გადავუგზავნი. დღეს კიდე უნდა შემოგვიერთდეს ერთი ქალბატონი, რომელიც გუშინ ველაპარაკა. და გუშინ მთხოვა, რომ ხვალ შემოგიერთდებითო და რადგან დღეს გაცნობითი ხასიათის დღე გვექნება, ამიტომ დავთანხმდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანური მომენტია, ადამიანები ვართ. და ანუ არის ძალიან დიდი მოლოდინი, დიდი ღელვა, რო იცი, გექნებათ ალბათ ყველას გამოცდილი, როცა რაღაცა ახალი, რაღაც ძალიან შენი და ამაში რომ უნდა შეხვიდე და ამ ყველაფერს გეგმავ, ამ ყველაფერზე ვფიქრობ ასევე იმაზე, რომ უნდა შევუთავსო, მე ესე ვიცი, რომ თავით ვიცი რაღაცაში გადაშვება და აქედანვე ჩემ თავს ვაფრთხილებ, რომ აუცილებლად დრო დავიტოვო თქვენთვის, აუცილებლად დრო დავიტოვო ევასთვის, რომ ანუ კარგად გავანაწილოთ, რომ ამ ყველაფერს შორის, რაც მე მიყვარს და რაზეც მე მაქვს პასუხისგებლობა აღებული და ასევე დრო რომ დამრჩეს, თუნდაც 9 საათი საკუთარი თავისთვის. ეს ჩემთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩემს შესაძლებლობებს გამოვიყენებ და ნაკლებად ესე ვთქვათ, როგორც თქვა, ნაკლებად გავანიავებ ჩემთვის ძვირფას დროს არასაჭირო რაღაცეებზე და უფრო მეც მოვასწრებ, იმიტომ რომ ხო იცით, ადამიანი როგორ არის, ბებია, ჩემი იძახდა ხოლმე, რაც მეც აკეთებ, მით უფრო მეც ასწრებო. ხო და მოკლედ აი ასე კიდე რო ვფიქრობდი, გული მომეწურა იმაზე, რომ თქვენ მე ძალიან მიყვარხართ და რო ვფიქრობდი, რომ ანუ ის იქნება კიდე ცალკე რაღაცა, რომელსაც კი გაგიზიარებთ, მაგრამ სადაც თქვენ ისეთი წვდომა არ გექნებათ, აი როგორც აქ გაქვთ მაგალითად რა და რაღაც ამაზრმა გული მათკინა, მაგრამ ეს ნორმალურია. ანუ თქვენ მე მაგალითად ვიღებ ვლოგებს, თქვენ გიზიარებთ ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაგალითად თქვენ სამსახურში არ დაყვებით. ხო, და შესაბამისად ნორმალურია ისიც, რომ თქვენ რაღაცას ნახავთ მხოლოდ და არა სრულ სურათს. რა თქმა უნდა, სრულ სურათს ნახავენ ისინი, ვინც შემომიერთდება, 2 ადამიანი შემომიერთა YouTube-დან, დანარჩენები ყველანი მოვიდნენ TikTok-დან, ძალიან მიხარია. ძალიან ვაფასებ ამ ადამიანებს, მე ყოველთვის ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველი იდგნენ ჩემს გვერდით, ადამიანებს, რომლებიც დავიწყე არხი და ჩემს გვერდით იდგნენ და მე მხედავდნენ იმას, ვინ ვარ და ამიტომ იდგნენ ჩემ გვერდით და ახლაც ადამიანებს, რომელიც მენდობიან, რომელიც მომყვებიან და ძალიან ვაფასებ, იმიტომ არც ერთი აქ არ არის მოსული სხვისთვის პასუხისგებლობის გადასაბრალებლად, ყველა მოსულია აქ იმისთვის, რომ ისწავლოს, როგორ შეცვალოს თავისი ცხოვრება, იმიტომ რომ ყველა მათგანმა ძალიან ბევრჯერ სცადა და არ გამოვიდა და ყველა მათგანი მზად არის, რომ კიდევ სცადოს, ამიტომ ჩემი უდიდესი პატივისცემა ჩემ გოგოებს და მე გავაკეთებ ყველაფერს და მე ვასწავლი ყველაფერს. და წინ გველოდება თავგადასავლებით ახსოვს 21 დღე, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ეს 21 დღე იქნება ძალიან სავსე, იმიტომ რომ
15 რიცხვიდან მინდა ზღვაზე წასვლა და ვინაც არ მაქვს ნაშოვნი და ბევრი რამე დაემატება ერთმანეთს, მაგრამ ეს იქნება შესანიშნავი თვე. ანუ მე ამ თვეს დავიმახსოვრებ ამ წელში როგორც ჩემს საუკეთესო თვეს და ღმერთო შენიყავი ჩვენი შემწე და დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. მიყვარხართ ძალიან, აქ ვინც მგულს შემატკივრობთ, ვინც ხედავთ ჩემს ზრდას და გიხარიათ, ვინც კარგი ადამიანი ხართ, აი ძალიან მიყვარხართ და ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის, იმის რომ ჩემთან ხართ, იმის რომ ხედავთ და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ყველას გისურვებთ, რომ ბედნიერად იგრძნოთ თავი და აკეთოთ ის, რაც გიყვართ. ხა მინდა რომ ეს ხილი აქეთ მოვიტანო, იმიტომ რომ საშინელ მზეშია. ესე. პუნჯკა, შენ საშინელ მზეში ხარ პატარა? ბულგარულს ვაფშე შევიტან კარგად საკეთ. თორე ათუხდება ეს. აი ესე. ხო და ჩვენ ყველას თიხამ შვიდობისა და ცოტა ხანში ყავაც მოვიდუღოთ. აი ასე ჩემო გოგოებო მიყვარხართ. აბა კიდევ ერთხელ მოგესალმებით სიფაზე, როგორ გაფრთხილებული განათებული ვარ, ესე იგი ჩემ გოგონს ყველას ჩავყარე თავის კალორაჟის ოდენობა, ყველას მივწერე, ჯგუფშიც დავწერე, პოსტით დავწერე, ხმოვანით გავაგზავნე, ევიტუნა მაინდა-მაინც დღეს გამოჭიმა ძილი ხალხო 10 საათია უკვე და ამ დროს ყოველთვის ღვიძავს ხოლმე და მაინდა-მაინც დღეს ძინავს, ანუ მინდა რომ ბავშვი აადგეს, მე ეს ჭამოს რაღაცა, იმიტომ რომ მე არ მომასვენებს თუ ეგრეა და ცოტა სიძე იქნება და მთელი ამბები რა და ხო ხდებით, მინდა რომ ეგ მოვიშორო და ისე ჩავუჯდე და ვიდეოები ჩავუწერო ჩემ გოგოებს, რომ კალორიების შესახებ როგორ დავითვალოთ და 1000 რაღაცა და მაინდა-მაინც ხაძინავს, მაგრამ არა უშავს იქამდე ვისაუზმოთ და რადგან დღეს პირველი დღეა და სწავლითი დღეა, გადავწყვეტე ჩემ გოგოებს ეს ერთი დღე ვაჩუქო და 21 დღე ხვალიდან ავითვალო, იმიტომ რომ დღეს უნდა ვისწავლოთ და დღეს სრულფასოვნად ვერ დავითვლით კალორიებს, ამიტომ რომ არ მოგვაკლდეს ეს დღე, ეს იქნება ჩემი საჩუქარი, ჩემი გოგოებისთვის დღევანდელი დღე. ხო და ასეა, ესე ვიწყებთ და ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ჩვენ ყველაზე მაგარი გოგოები ვართ. ისინი ვინც ბევრჯერ სცადა და არც ერთხელ არ დანებდა. აი, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის წარმატების მთავარი საიდუმლო. არ დანებდე. ხო თქვა ჩერჩილმა, წარმატება არის გზა წარუმატებლობიდან წარუმატებლობამდე. და ბოლოს მიხვალ იქ, სადაც შენი ადგილი იყო და მე ვფიქრობ, რომ ჩემი გოგოებისთვის ახლა ცხოვრება შეიძლება. და ვნახოთ რა სიტყვიან 21 დღის მერე და ასევე რა სიტყვიან რამდენიმე თვის მერე, როცა თავისით მარტო გააგრძელებენ ამ გზას. ძალიან მაინტერესებს.
საერთოდ არ ვიცი რა მინდა, არაფერი არ მინდა, ისეთი აჟიტირებული ვარ. ანუ ნახე წყალი არ ჩამისხია და ისევ რთა. ახლა ნინი რა გადარეული ხარ ქალო. ნინი გადარეულო. გამიყვარს ჩემი თავი, ესეთი როგორც ვარ და ყველას უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი ესეთი როგორც ვართ, საწავიე კოვზი. ღმერთო რა მაგარია, როგორ მიხარია. დილის vlogs დღეს ალბათ ცოტა გვიან დაგიდებთ, იმიტომ რომ ხვდებით დღეს დილას. ეხა ევა რო გაიღვიძებს, ევა სანამ გაიღვიძებს გადავიღე vlogs და მე ევა რო გაიღვიძებს ცოტა ხანი ევას უნდა დაუთმო და მე უკვე უნდა დღეს თავარი ბაზა უნდა მივცე გოგო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად დღეს დაკავებული ვიქნები. ცითრას ვუყურებ. აი ამ ყველაზე დიდ და თავწაწვეტებულსა ესე ძაღლს ფეკულზე ფეხს ვადგავდი კიდე კაი ვიგრძენი რომ რაღაც რბილი მომეტო. აი მას ვუყურებდი. აი აქედან გამოუტანე საწყალს წერა. ჩემი წერა გახდება ეხლა. აკრატომი მაქვს. ეს გავიცხოთ აბა. ამაზე ვგიჟდები უბრალოდ. მე არ ვიცი ამაზე კაი არ შეიძლება იყოს. ზღაპარია. მე ჩემი ძაღლი როგორ გაერთხო მიწას ღმერთო. ღმერთო მაღალო როგორ გაერთხო. ვინ არის გართხმული, ჰა? ვინ ამეთი გართხმული მითხარი? ამოიღე ერთი ხმა. ამოიღე ხმა შეპატარა შენ. შეერთიც კაფუნა შენ.
დაგიყვანოთ. ტელეფონში დასადებით წავიღოთ და რა თქმა უნდა ძვირფასი ყავა. ესე კაია. მერტო რა ბედნიერება, რა სიხარულია. ეს რო ხაშუნობს. ესეც აი ხაშუნობს რაღაცნაირად. ეს კემა ხო ხდებით. ეს კონსისტენცია. გუში. არ მასაყოლმა გოგო მომწერა TikTok-ში. არა ვარჯიშებს აკეთებ, მითხარიო, მეც მინდა ლამაზი წვრილი ხელებიო. აღგო გამიხარ, მე ლამაზი წვრილი ხელები მაქვს, მე კიო. მეთქი სახელები არ ვიცი, ვუთხარი ვიდეოს დასახელება. რომელშიც ვაკეთებ ვარჯიშებს, რაც ვიცი. აი. ვერფაყაიო. ჩემსაყვარელ ყავა იქიდან გამომდინარე, რომ მე დილას ფაქტიურად არ მშია ხოლმე და უბრალოდ რაღაც წახემსება მჭირდება. ანუ ამას მეკვებას არ ვეძახი, ეს არის ჩემთვის წახემსება. ადამიანი რომელსაც დილას შია, მან უნდა ჭამოს, მაგრამ მე დილას მინდა ხოლმე უბრალოდ ვისიამოვნო და ამიტომ მაქვს ხოლმე სხვა რაღაც ძირითადად ეს სუმზირანთხილეული მაქვს ხოლმე რამე ტკბილთან ერთად. ან მარტო ტკბილი, ან ყველი და ასე რაღაცები, მაგრამ დღეს დილას რაღაც თითქოს არაფერი არ მინდოდა, ისეთი აჟიტირებული ვარ და მე აი ამ დიდი ვაშლად ამასკენ გამექცა თვალი და აი ასე გამოიყურება დღევანდელი ჩემი დილა. კრუასანი მეფეყია.
ახლა წავიკითხავ კომენტარებს. გუშინ საღამოდან ჩემ თავს ახარ ვეყუდნი. ძალიან გადართული ვარ ამ ყველაფერში. ერთი ადამიანი მაგალითად დილაშვიდზე გადის სამსახურში. მეორეც და მესამეც ადრე გადიან და საღამოს შემოდიან გვიან. ასე მყავს ადამიანები, რომელიც მაგალითად საქართველოში არ ცხოვრობენ და სხვა სივრცითი სარტყელი აქვთ. ასეთი ერთი მყავს, რამდენადაც მე ვიცი. ხო, ჩემი ინგა. სალამ. ასე. დღეს მე მინდა წიწიბურა. ხო, ასევე კიდე უნდა ჩამოვაწერინო რაღაცა, იდეები მომდის და არ მელევა. აი კომენტარები. უნაშუზე არის City Mall-ში. ნინი მარჯანიშვილზე. აღმაშენებლის გამზირის 126. ოქრო გოგო ხარ. ეგ ყველაზე ახლოა. ასევე პეკინზე. ზუმერით გაყოლება და საქართველოს ბანკამ. პეკინზე ზუსტად ვიცი სადაც არის, მაგრამ არ მინდა იქ წასვლა. City Mall. მე მახსოვდა რომ იქ იყო. ჩვენ სადაც ვიყავით თბილისი მოლში და მან არ არის. City Mall ხო საბურთალოზეა. ეგ მახსოვდა, არასწორად მახსოვდა. აი მარჯანიშვილზე წავალ. ოღონდ ალბათ მეტროთი წავალ, იმიტომ რომ მე მგონი იქ არასოდეს მანქანის გასაჩერებლები არის და მე იმ სივიწროებში ჩემ მანქანას ვერ ჩავაყენებ, ანუ ვერ შევძლებ. ისევ თეა ამბობს ევა უსაყვარელსო თოჯინა როგორი ჯიგჯიგა და საყვარელი ხარ. მე გამიხარდება შენი ნახვა ყველაზე მეტად ნითბილო და ტკბილო გოგონა. დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხარ ესეთი სითბო და სიტკბო რო ხარ. ირმა როგორ გიხდება საყვარელო ყველაფერი, ჩემი თოჯინა და ხარ უპტული პრინცესა ხარ. დიდი მადლობა ირმა ძვირფასო. ციცი ევა რა სიცოცხლე ხარ გოგო უტკბილესი მიყვარხარ პატარა თოჯინა მადლობა ძვირფასო. ირმა წარმატებებით ჩემო საყვარელო ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ბუნებრივია რომ ხელვა მოსდეს, მაგრამ შედეგიც ბედნიერი იქნება. კი, ანუ ეხა თავიდან წარმოიდგინე რომ ხელაღელვა ხო თან მარტო მე ხო არ ვარ. ანუ შენ თავზე როცა ხარ ადამიანი პასუხისგებელი, ну მაინც სხვა არის და როცა სხვა ადამიანებზე პასუხისგებელი ხდები, ის კიდე სხვა არის. ხო ხდებით რასაც ვიძახი და რა თქმა უნდა იქ სხვა ღელვა აქვს. ასე. თუმცა ეს ბუნებრივია, რა თქმა უნდა.
რა ცხოვრება ხარ ევიტუნა, რა ცხოვრება ხარ პატარა ევიტუნა ნინო, მადლობა ძირფასო. ლელანი იჩემო ლამაზოთმა კარგად გაქვს აწეული და გვერდზე ჩამოშვებული, მადლობა საყვარელო. ნატო, ულევ სიხარულს და წარმატებას გისურვებ ნინი. დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილი და აღფრთოვანებული იქნება შედეგით და მოყვები რამდენი ქალი გააბედნიერეს სიყვარულის გოგო. მოგვიყვებით. კი, აუცილებლად მოგიყვებით, ძირფასო, აუცილებლად მოგიყვებით, რა თქმა უნდა, დეტალებს და კონკრეტულად არა, მაგრამ რამდენი და შედეგებზე და რაღაცა, რა თქმა უნდა, მოგიყვებით. ირინა, როგორ გავხარდა ევიტოს მშვიდობაში? მადლობა ძირფასო. ევა ძალიან საყვარელი ხარ, პატარა მანანა, მადლობა. ნინი მიყვარხართ ყველანი, თინათინ. მადლობა ძირფასო, მანანა, კარგი დღე გქონოდეთ, მადლობა. ასმათი სოფია აღარ გამოჩენილა რამდენი ხანია, ხო? სამწუხაროდ. ლელუ ნინ ბედნიერი დღე საყვარელო. ნინიკო მიყვარხართ თამუნა, ქრისტინა, ევა ნინი, მარიამ ნინი ლამაზო, ძალიან ლამაზი ხარ მშვიდობაში ყველაფერი, მადლობა ძირფასო. ოუ, ჩემი გოგო, ეს კომენტარი წავიკითხე და არ დავალე იქე რომ არ დამკარგოდა. სტარგირლ ხო ეწერა და მიაწერა მარიამი. ახლა კი მიცანი, მაგრამ მაინც ეწეროს ეს მარიამიც თუ დავკარგე, ისევ გამოგვადგება. არა, მართლა ძალიან კარგი იუმორი აქვს, არ უნდა მოგეშალოს ნერვები. მე შავი იუმორის პატრონი ვარ და ბევრს წინს ხოლმე, მაგრამ არ უნდა მიიღო მასე განსაკუთრებით თულ მომენტებს ანეიტრალეს, ხო? ანუ მე არ მიყვარს იუმორი, მე არ მქონდა საერთოდ. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობდი, რომ იუმორი საერთოდ არ მქონდა, სანამ არ გავიცანი და ცოტა იუმორთან იკამ დამამეგობრად, ხო? ჩემს გარშემო საერთოდ იუმორი არ სუფევდა. ენი თუ თქმელად მიშლის ხოლმე ნერვებს შავი იუმორით რთულ მომენტებში, ანუ იმას კი არ ხვდე, ანუ როგორ გითხრა? ჩემ რთულ მომენტს პირიქით უფრო მიმძაფრებს, ანუ კი არ გადამდის, ანუ თვითონ მასე ინტუიტება, მაგრამ მე არ ვინტუიტები მასე პირიქით ფიგრუზე. აუ, რამდენი ვიცინელი ამ ურეკში მაგნიტური რაღაცაო და მე თაფლზე. ნადრეც გაქვს ეგ მოყოლილი, აი ზუსტად ყველაზე მეტად მიყვარს რაღაც ისტორიებს, რომ იხსენებ ხოლმე, ძალიან საინტერესო განმეცემის უნარი გაქვს. არ მომბეზდება, არ სჯერო მგისმინო. ეს ვიდეო მიყვარს მართვის მოწმობაზე, რომ ყვები პირველად რომ უყურე, ისე მომინდა ჩემებს რომ ვუთხარი თეორიის სწავლა უნდა დავიწყოთ, შოკში იყვნენ. მანქანა როგორ იქოქებოდა, ისიც არ ვიცოდი. მაგრამ მალევე ავიღე და შენი დამსახურება. მე მგონი არ მithქვავს, ასევე შენ ახსენე ფილმი საიდუმლო და მაქედან დავიწყე ჩაძიება მაგ თემაში და ბევრი რაღაც გამიმარტივდა. სამყაროში ყველაფერი ტკბობაც შენგან ვისწავლე, კვების საკითხი როცა აღმოგაჩინე, უკვე გავლილი ტკივილი იყო, მაგრამ რა დასკნებამდეც ვიყავი მისული, განამტკიცე შენი ვიდეოებით. ხვალინდელზე არ ინერვიულო, შენ ყველაფერი გამოგივა, ვიცი, კარგად გაუძღვები და კარგი ლიდერი იქნები. გვიან ვნახე ვიდეო და იმედია ნახავ ამ კომენტარს, იმიტომ რომ რატომ რაღაცეს ყველაფერი ჯერ არ მithქვამს. მე რომ ვიცი, მგონია შენც იცი, ასე დამრჩა, ბევრი მადლობა უთქმელი, მე ძალიან დამეხმარე და შენ კიდევ ბევრს ასწავლი და დაეხმარები, წარმატებები, ხვალ და ყოველთვის მადლობა, მადლობა, მადლობა და მიყვარხარ, ვაიმე მეც როგორ მიყვარხარ, ჩემს სულსა და გულში ხარ, ჩემი საოცრება ხარ. ერთ წამი ახავე მოვალ. ჩემა გოგომ გაიღვიძა, ჩემა ლამაზმა გოგომ, ჩემა სიცოცხლე გოგო. ცუდი ბონია, აქ იმაში უქნია ევა და უკაჭრია ბჭყალი ეტყობა ესე, აი მონის. იქ მე რო სიცილი გავიგე, მე შევედი და ეტყობა ესენი თამაშობდნენ იქამდე და მე რო არ ვიყავი. აი ესენი ორია ბავშვები არიან და მან არის ეს სახე უნდა მოარიდოს და იმან კიდე არის ის რომ უნდა მოერიდოს და Heavy. Moi j'aime les choses. ჩვენ ხაიფით მოწავე. ფიში გინდადე? არა, ლიზედა. ფიში გინდადე? ესა. იქ თქვენ წავიდეთ.
მე ძვირფასება უნდა გაგაცინოთ. ესე იგი, ეს ზედა გამოვიცვალე, რომ მინდოდა ლამაზად ყოფილიყავი დღეს თქვენთანაც და ჩემს მარათონზეც და დამოვიწყდა ხალხო, რომ მიკროფონი მეორე ზედაზე მიყეცა, შევდე გარდირობში და აქ გელაპარაკებით და მე გამახსენდა ეგ. მე მინდა ისმოდა ჩემი ხმა. ან რა მოგემატება და ან რა მოგაკლდება იმითი, რომ მე წინ წავალ თუ არ წავალ, მაგრამ ეს ხო ადამიანური მომენტია. ანუ იმას ვამბობდი თუ არის მოდა, რომ ჩემმა ირმა მომწერა და მისურვა წარმატებებია დღეს მე და ჩემ გოგოებს პირველი დღე გვაქვს და უდიდესი მადლობა ჩემო საყვარელო, ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებ. მაშინაც როცა ხალხი ხვებს მესრო და მაშინაც როცა ვიწყებდი, არ მახსოვს მე შენი ცუდი ჩემ დამი, ყოველთვის ხარს მიჭერდი, ყოველთვის გვერდზე მიდექი და მე მათრახის ადამიანი არ ვარ, ანუ არ ვარ ის ადამიანი, ვინც მათრახით მოტივირდება, მე ის ადამიანი ვარ, პრიანიკით მოტივირდება და კარგით და დადებითით და ჩემ წარმატებაში, როცა მე თუ კი მივახტებ და რომ მივახტებ, მე ყოველთვის ვირჩევ, რომ ვიფიქრო რომ და არა თუ. იმიტომ რომ ჩვენი ფიქრები ძალიან ბევრს განსაზღვრავს და ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი ლომის წვლილი იცოდე, რომ შენი იქნება. მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე. დიდი მადლობა. რაც შეეხება მარიამს, ალბათ ჩემმა სულმა იცის ის ყველაფერი, რისთვისაც შენი სული მადლიერია, ჩემ დამი და ალბათ იმიტომ რომ მოხვედი ისეთი სიყვარულით მიგიღე, რომ გეგონება ეს წლები, როცა არანაირი ურთიერთობა არ ქონია, საერთოდ არ ყოფილა. მიყვარხარ, ჩემ გულში ხარ და ყოველთვის ჩემს გულში იქნები და ის კიდე რაც მითხარი, ახლა ჩემმა გონებამაც იცის და ამის გამო ჩემი გონება ძალიან ბედნიერია და დიდი მადლობა შენ ამისთვის, ვაიმე ხატა. დიდი მადლობა ადამიანებისაც შეუძლია რომ სხვის დამი და სამყაროსადმი მადლიერი იყოს. აი ეს არის ყველაფერი, ეს არის ყველაფერი. ჩემო გოგოებმა თავის საუზმეები დადეს. ვაიმე, ვგიჟდები ხალხო, ვგიჟდები ჭკუიდან გადავდივარ. ტრალალალა, ლალალალა, ლალალალა, ლალალალა. ძალიან ბედნიერი ვარ ხალხო, აი უზომოდ ბედნიერი. ეხლა ორი საქმე, მაგრამ ეს ძალიან მიყვარს. სამი შვილი მყავს, ერთი ძაღლი, ეს მეოთხე და ჩემი საყვარელი საქმე ეს არის და ეს ჩემი საყვარელი საქმე ეს არის და ეხლა უკვე აი სავსე ვარ ღმერთო ჩემო მრავალშვილიანი ვიტკრცნობ თავს რა აი იმდენი პასუხისგებლობა რომ აქვს და აი ჩემი შვილია ის საქმე რომელსაც მე ვზრდი ხო და აი რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ და გისურვებთ რომ ძალიან ბედნიერი იყო თქვენც ეს უნდა გამოვაყო ეს ფანჯარა თორე ის არის ეს საშინელებაა იმიტომ რომ ცხელა ძალიან ესე ჩვენ აქ იმას კი არ ვსწავლობთ ხალხო 21 დღეში 10 კილო რო დავიკლოთ მაგას კი არ ვსწავლობთ ჩვენ ვსწავლობთ სიგამხდრის საიდუმლოს უბრალოდ ხვდებით ეს რა არის წავედი კოცნით არ დღეს გისურვებთ მიყვარხართ უზომოდ ჩემს გულში ხართ თუ ამ დღეებში ცოტა დროს მოგაკლებთ მაპატიებთ ვეცდები რო არ მოგაკლოთ კოცნით გეხვევით გიალერსებით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ირმა უდიდესი მადლობა ძვირფასო კიდევ ერთხელ